ბოლო წლების ყველაზე ინოვაციური სამეცნიერო პროექტები და ბირთვული კვლევების შედეგები ერთ საგამოფენო სივრცეში. თბილისი ევროპული ცენტრის მოძრავ გამოფენას მასპინძლობს. ექსპო ჯორჯიაში ცერნიდან ჩამოსული მეცნიერების ბოლო კვლევითი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ეს პირველი კვირეულია, რომლითაც სამეცნიერო და ასევე სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობასა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენას ისახავს მიზნად. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები და სამეცნიერო კაფეების მოწყობა. ლიზა ციციშვილი საერთაშორისო დონის ექსპოზიციის შესახებ. ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა ცერნი დღეს და ინტერაქტიული გვირაბი განსაკუთრებით პატარებს მოსწონთ. ცერნი სამეცნიერო ქალაქია, რომელიც შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს და ნაწილაკების კვლევის ყველაზე დიდი ცენტრია. სკოლის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან სამყაროს განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე გამოფენის წარმოდგენები უამბობენ და მათთან ერთად ინტერაქტიულ გვირაბში შეჯახების შედეგად ნაწილაკების აჩქარების სიმულაციას ახდენენ. აქ ნაჩვენებია თუ ცერნის თანამედროვე მიღწევები და ის ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენის შესახებ გვაქვს აგრეთვე ინფორმაცია, რომელშიც ნობელის პრემია გაიცა 2013 წელს. გავიგეთ ნეიტრონებისგან შეჯახება რა წარმოიქმნებოდა და როგორ კეთდებოდა ეს. აქ გამოფენილი პოსტერები ცერნის სტრუქტურას და მიზნებს ასახავს. მოყვარული მეცნიერები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები კვირეულის ფარგლებში ამ დარგში მიმდინარე მოვლენებს ეცნობიან და დარგის სპეციალისტების დახმარებით მეცნიერებაზე ახლა უკვე გაცილებით მეტი იციან. მეცნიერებაში მუდმივად უნდა შემოდინდებოდეს ახალი სისხლი, ახალი კადრი. იმისათვის რომ ახალგაზრდებისთვის გახდეს მეცნიერება საინტერესო, სწორედ ეს არის ფესტივალი, ეს არის ღონისძიებები, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე. პირველი მეცნიერების კვირეული კავკასიაში სიმბოლურად მეცნიერებისა და ინოვაციების დღეს გაიხსნა და მთელი საქართველოს მასშტაბით 120-მდე სამეცნიერო ღონისძიებას აერთიანებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფეში გამოფენის პარალელურად მეცნიერ დარეჯან კაჭარავას ლექცია კოლხური თავსამკაული ჩატარდა. ახალგაზრდობა ძირითადად შეგვიძლია და ალბათ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩემი მოხსენება მიეძღვნება კოლხურ თავსამკაულს. ნაჩვენები იქნება მისი განვითარება. საჯარო ლექციები, გამოფენები, მასტერკლასები, სამეცნიერო კაფეები და სახალისო სამეცნიერო ღონისძიებები თბილისში 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.